საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ეგიდით ჩატარებულ ფინალურ მატჩზე, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტის სასახლეში გაიმართა, ლანჩხუთის გურიამ 3-1 ჩოხატაურის გუნდი დაამარცხა. ამ მხარეს გამარჯვებული გახდა. ლანჩხუთის გურია სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდა წარმომადგენლებმა თასი გადასცეს. თასი გადაიცა ჩოხატაურის გუნდსაც. ფინალურ ეტაპზე გამარჯვებული ლანჩხუთის გურია პრეზიდენტის თასის მფლობელი განმუხურში 2007 წელს იყო. მის მოპოვებას ამჯერად ქალაქ თბილისში შეეცდება. შეგახსენებთ, რომ რაიონულ შეხვედრებში ოზურგეთის 32-მა გუნდმა იასპარეზა და რამდენიმე დღის წინ ლანჩხუთთან დამარცხდა. ოლიმპიური პრინციპით გამოვლენილ გუნდს ქალაქ თბილისში პრეზიდენტის თასთან ერთად ფულად ჯილდოსაც გადასცემენ. ტარდება გურიის რეგიონალური ჩემპიონატი, ლანჩხუთი, ჩოხატაური. ეს არის საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ეგიდით ჩატარებული ტურნირი. აგერ წარმომადგენლები ჩამოსულები ვართ ეს წრებით და ძალიან კარგია რომ ესეთი რაღაც ტარდება. დღეს გამოვლინდა გურიის რეგიონის გამარჯვებული, ეს არის ლანჩხუთის გურია, რომელიც ასევე 2007 წელს იყო განმუხურში პრეზიდენტის თასის მფლობელი. მეც მივიღე მონაწილეობა და მინდა რომ იმ 14 გუნდში წარმატებები უსურვო და გურიამ თავი წარმოიჩინოს ისე როგორც საჭირო.